მაიას კუკულკანის პირამიდა, ჩიჩენიცა, მექსიკა. არამიწიერი კონტაქტის რეალობა ადამიანურ ცივილიზაციასთან სულ უფრო ცხადი ხდება. როგორც კი ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია დედამიწაზე უცხოპლანეტელების ყოფნის და ჩვენს ცივილიზაციაზე მათი გავლენის შესახებ. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს პალეოკონტაქტის არსებობაზე, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წარსულში უცხო და ჩვენს ცივილიზაციას შორის ურთიერთობა ნამდვილად არსებობდა. ძველი ცივილიზაციებისა და უცხოპლანეტელების შესახებ აქტიურ კონტაქტზე კოდის ფარგლებში არაერთი ეპიზოდი მომზადებულა, რომ მაიას, ეგვიპტის, შუმერების ცივილიზაციები ფაქტობრივად უცხოპლანეტური წარმოშობისაა, ან მინიმუმ მათთან აქტიური კონტაქტი ჰქონდათ. ამ ხალხებს მართლაც აქვთ გამორჩეული წარსული. რა ვუყოთ იმ არტეფაქტებს, რომლებიც მაგალითად მაიას ტომის ნასახლარებშია აღმოჩენილი, ათასობით წლის წინ შექმნეს სკულპტურებსა და კედელზე გამოსახულ ნახატებს, სადაც ფაქტობრივად არამიწიერი წარმოშობის არსებებსა და მათ ხომალდებს ვხედავთ. ესეც მათი ფანტაზია იყო? ეს არტეფაქტი ავიღოთ. მაიას ტომის მიერ შექმნილი დისკი, რომელიც 80 წლის წინ მექსიკაში აღმოაჩინეს. მას ნამდვილად შეუძლია კამათის დასრულება არამიწიერ ცივილიზაციებთან, ჩვენი ცივილიზაციის სავარაუდო კონტაქტების შესახებ. იდუმალი არტეფაქტები პირველად 2011 წელს მეცნიერის დოქტორ ნასიმ ჰარამეინის მიერ იყო წარმოდგენილი. არტეფაქტზე კარგად ჩანს პლანეტა ატმოსფერული გარსით, კომეტები და სხვა ობიექტები, რომლისგანაც დედამიწას მეგობრულად განწყობილი ამოს ასტრონავტი იცავს. გავშიფროთ. ქვაზე ნაკვეთი გამოსახულება, რომელიც კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ. არტეფაქტის გამოსახულებაზე რამდენიმე ობიექტია დანომრილი. პირველი, ეს არის დედამიწა და მისი ატმოსფერო, რომელიც ორი რგოლით არის წარმოდგენილი. მეორე, კომეტა ან ასტეროიდი, რომელიც დედამიწის მიმართულებით მოძრაობს. მესამე, კოსმოსური ხომალდი, რომელიც კომეტის კურსის შეცვლას და დედამიწის გადარჩენას ცდილობს. მეოთხე, უცხოპლანეტელი ასტრონავტი. მეხუთე, კოსმოსური ხომალდი.